რა. ანუ თუ ხარისხიანი მანქანა ყავთ და უხარისხოთ. ფაქტიურად ყველა კატეგორიისა და ყველა ფასის ანუ ესე ვთქვათ, ანუ მოცემულობა მაქვს აქ, იმიტომ რომ არის ადამიანი, რომ შეიძლება მას ფიზიკურად არ აქვს იმის ფული, რომ იცის რომ ხარისხიანია, მაგრამ მოცემულ მომენტში არ აქვს იმისი საშუალება. მე მაგ ადამიანს პატივცემ, მაქვს ესევე თურქული ზეთის და ტყუილების გარეშე ვეუბნები, ეს არის თურქული ჩემო ბატონო და თქვა ღირს მაგალითად რა ვიცი 18 ლარი, 15 ლარი, მაგრამ ეს არის გერმანული ღირს 40 ლარი, 37 ლარი და ეს არის ამერიკული ღირს 60 ლარი, ანუ ადამიანებს არ ვატყუებ, არ ვეუბნები ზღაპრებს, ეს არის ეს არის ეს არის ეს. ესევე მაქვს აგერ შელიზეთები, რომელიც არის გერმანული. აი მე თქვენ გითხარით წეღან. ნახეთ 1.530, ეს მეორე 5.30, მესამე 5.30 და მეოთხე 5.30. თუ ადამიანს არა კონკრეტული ცოდნა, ანუ ეს ახლა ერთმანეთისგან განსხვავდება, ანუ კოდებით და დაშვებებით. აი თუ ადამიანმა არ იცის ეს კოდები, ფაქტიურად ჩვენ მწარმოებელი გველაპარაკება და გვესაუბრება აი ამ კოდების მეშვეობით. მიხვდი რა, უნდა ცოდნა, როგორც აი სიტყვაზე ვთქვათ, მოძრაობთ highway-ზე, ну გზაზე ესე ვთქვათ და ეგრეთ წოდებული, ანუ მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა, რომელიც შეიძლება თქვენ წინ ავტომობილმა ჩართოს, ის თქვენ გელაპარაკებათ და გეუბნებათ, რომ შევდივარ მარცხნივ არ მარჯვნივ. ზუსტად ანალოგიურად. წარმოებელი, ესე ვთქვათ, დაალაგებულ ქვეყნებში, ევროპის თუ ამერიკის კოდების მეშვეობით ჩვენ გველაპარაკება და გვეუბნება, რისთვის არის, როგორ არის. სადმა ჩაასხა, რატო უნდა ჩაასხა, რამდენად ჩაასხა, რამდენ ხანში თქვენ უნდა გამოწვა. დიახ, ესევე ძალიან ხარისხიანი, ანუ მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ მომხმარებელს სიმართლეს და პირდაპირ რომ რაზეც ვამბობ რომ არის გერმანული და ვარ პასუხისგებელი, რაზეც ვამბობ რომ არის ამერიკული, არის ნამდვილად ამერიკული, რაც ვამბობ სწორად არის ბელგიური და სხვა რაღაცა არ არის. აი მაგალითად მინდა წარმოვადგინო ესევე ეს 5.30 ბარდალი, რომელიც არის ბელგიური ნამდვილი, არანაირი მე ანუ პატივცემ თქვა სიტყვაზე თურქეთსაც, რუმინეთსაც, ბულგარეთსაც ყველას, მაგრამ არის ნამდვილად ბელგიური. ესევე უკან თავისი კოდები, განმარტებები. ანუ და იგივეა ფაქტურად, მაგრამ რაღაც ფერებით ეხლა უკვე მწვანეა, წითელია. დიახ, მაგრამ აი კოდებით ჩვენ მისი მწარმოებელი გვეუბნება, რისთვის შეიძლება გამოიყენო. იმიტომ რომ აი მე მაგალითად მქონდა გუშინ შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს ვესაუბრებოდა, მითხრა რომ იცი რა მე ეგზეთი, ანუ ბარდალზე იყო საუბარი, მაქვს ჩემს